თიკამ და ვანიკომ გადაწყვიტეს თავად მოეძებნათ ისეთი მონაწილე, ვინც სცენაზე განსაკუთრებულ ხალის შემოიტანა. ვნახოთ, ლუკა ყარმაზანაშვილი თუ მოახერხებს სამს. რა ქვია? ლუკა. ესეთი პატარა ხარ, აქ ჩვენთან მოხვედი და რა უნდა გააკეთო? ვიჭყანების. აბა დაგვეჭყანე. აბა მე, ცნება? როცა გავიგენი კი დაიწყებოდა, მოვედი და ერთი სურპრიზი მაქვს, რომელიც ჟიურს უნდა ვაჩვენო. წამოდი შენ სამ ადამიანს რო დაეჭყანო, შეგიძლია? სამ ყველაზე სერიოზულ ადამიანს წამოდი ჟიურის დაეჭყანე. გამარჯობა. გამარჯობთ. რა ქვია? ლუკა. ლუკა. რამდენი წლის ხარ, ლუკა? 11-ის. და რას წარმოგიდგენ? მე ბევრი რამეს ვაკეთებ. მიდი აბა. ძალიან მაგარი ბავშვი ხარ, ძალიან მაგარი. ნუ მე თავიდან რომ დაიწყე შესრულება, ნუ რაღაცა მეგონა რომ რაღაცას დამთავრდებოდა, მაგრამ რაღაც ისე განვითარდა, რომ ნუ ესეთი უცნაური ნომერი მე არ მინახავს. მადლობა. სტოპო, მოგეწონა? მომეწონა კი არა გავაცდი ნამდვილად, იმიტომ რომ ნომერში იყო ძალიან კარგი გადასვლები და განვითარება, ბოლომ საერთოდ, ნუ აი რა ვიცი, დაგლიჯა. შეოფასო. კი თუ არასო? 100%-ით კი. ეს არის ყველაზე დიდი კი, რომელიც ამ პროექტში მithავს. ყველაზე დიდი კი. მოდი მე ესე მარტივად არ ვიტყვი კი, ისე დარბაზს თხო. აბა. თქვენ გაქვთ სამი კი გადასული ხართ შემდეგ თუ ოჩა. გაიქეთ. ნახავთ წარმატებები. ლუკამ ნამდვილად შეძლო ჟიურის გამხიარულება და მეორე ტურშიც გადავიდა.